Ჯერ მეგობრებო, მივხვდით მიესალმოთ ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი ბატონი გიორგი ბაქრაძე. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მინდა მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი წოდება, ხო, ესე ქვია. ალბათ ხო. თქვენ გახდით ინტელექტ კლუბში, გახდით მოგენიჭათ მაგისტრის წოდება. ხო. ეს არის ერთადერთი სხვა არავის არ აქვს. საქართველოში არა? რუსეთში აქვს რამდენიმე ადამიანს ხო. ვის აქვს? დრუსს აქვს? დრუსს აქვს, პატაშოვს აქვს, სიდნევი იყო ეგეთი, თორსევი მაგას აქვს. და მე. და თქვენ გაქვთ საქართველოში. აზერბაიჯანში აქვს ფილმს? მე მგონი არა. არც აზერბაიჯანში? მე მგონი არა აქვს, ხო. ყოველთვის მე არ გამიგია. ხო და ეხლა მე რა მინდა ესე ამხელა ტიტული რომ მოგანიჭეს, ცოტა მე მინდა გთხოვო, რომ იცი ცოტა ამბიციებსაც უნდა ისაქნა და ამბიციები უნდა მოთოკო. მაინც იმიტომ რომ სტილობს, ისე შეხულია. ხო რა, მართლა გეუნები არ გატყვებ, იმიტომ რომ ხა მე მაგალითად ხო ტომ სოიერი მაქვს ორჯერ წაკითხული და კი არ ამوارდნია თავში. არა, ხა მე მაგალითად არ მაქვს ორჯერ წაკითხული. ვერა. 2 წლის წინ დაიწყო, 20 წლის წინ დაიწყო თუ არ ვცდები, კარიერა თქვენი ინტელექტ კლუბში რასადროდის ქართული რასადროდის მაშინ დაიწყო და ბრეირინგიც იყო საქართველოში მე მგონი რაღაცა არასატელევიზიო იყო. არასატელევიზიო იყო, ჩვენ თამაშობდით ხოლმე, თუმცა ძირითადად მაინც რასადროდის თამაშობდნენ. ბრეირინგის თამაშს საზოგადოებრივ მიდიოდით. და ანუ პირველი მოთამაშეები თქვენ ხართ რეალურად. ხო, პირველი თაობა. პირველი თაობა თამაშები ჩვენ ვართ. ისე კაი დროს მოგიწიათ, იმიტომ რომ ეხლა 20 წლის წინ მაშინ 90-იანი წლები იყო და იქნებით ეხლა ძლიერი, იმიტომ რომ მაშინ ფაქტიურად ისეთი მდგომარეობა იყო, რომ წიგნის კითხვის მეც ვერაფერს გააკეთებთ ქვეყანაში. ჩვენ ბავშვობამდე გენახა საერთოდ ინტერნეტი არ იყო, ტელევიზორი არ იყო, არაფერი მაგ დაგკითხულობდი წიგნს. წიგნებს კითხულობდი. ეხა რთული. ხო და თან აქვია სულ გიწევდა აზროვნება მაგ პერიოდში რა. გიწევდა აზროვნება დენი როდის მოვა, იქ მოვიდა. ზატო რამდენი სიხარული იყო? სიხარული იყო. დენი მოვა, სიხარულია, გაზი ჩაიფრება, სიხარულია, წყალი მოვა. სიხარული ყველანაირად. ავტობუსი მოვა, ეგეც. და აზროვნება ხო გიწევდა, აქ თუ მოვიდა, ისე იგი 15 წუთში იქ უნდა მოვიდეს. ესე და 15 წუთში ინთება. ეს ახლა სინათლის სიჩქარის დრო არის ხო? ხო, კაია. ინტელექტ კლუბში აღარ ითამაშებ ესე რასადროდის. ნუ დროებით ავიღე, ასე ვთქვათ, ჩვევულება დავისვენო. ანუ რასადროდისიდან წამოხვედი და ეხლა სწორი პასუხები ლურს მასზე ჩამოკიდე ალბათ. შეიძლება ეს. მე გიორგი ეხლა რას ფიქრობ, იცი? მე მგონია რომ მაინც ეხლა ესეთი უფრო ძლიერი მოთამაშე ნიკა გვარამია არის. რა თქმა უნდა. შენც ესე ფიქრობ? კი. იმ ბოლო თამაშიც უფრო რთული კითხვები უფრო რთულ კითხვებს უპასუხა ვიდრე მე. არა, გასაგებია რთულ კითხვებს უპასუხა შენ ეხლა იმ გადაცემაში კითხვებს პასუხობ, მაგრამ მაგან ისეთ კითხვებს უპასუხა სვაბოდაზე გამოვიდა და ეგეც მართალია ხო მით უმეტეს ჩემზე უკეთეს მოთამაშე ხო რა უნდა გითხრა აი მაგალითად თქვენ ცოტა ასე მგონია რომ ისე არ ერთობით ხოლმე როგორც აი შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანები ერთობოდნენ ანუ სხვა გართობის ისენი გაქვთ საშუალებები აი მაგალითად რითი ერთობით აი რითი ერთობოდით თუნდაც როცა მიდიოდით სათამაშოდ რუსეთში ან ეს ცოტა ისეთი შეკითხვა რითი ერთობოდი ხა დაუჯახებულ კაცს რო ეკითხები მაგრამ ხო ნუ მაშინ დაუჯახებული არ ვიყავი ამიტომ თუმცა მაინც ჩვეულებრივად ერთობოდით როგორც ქართველები ერთობიან ხოლმე რუსეთშიც და ახაც ხო ანუ თამაშის მერე იქ ხო იყო თამაშები და მერე მივდიოდით და ამ თამაშს აღნიშნავდით ხოლმე ალკოჰოლის ზომიერი ან არაზომიერი მოხმარებით. უფრო არაზომიერი მაინც ახალგაზრდები ვიყავით შეგვეძლო. და ნუ ბევრი ის იყო რა ქვია საინტერესო რაღაცები ხდებოდა მაგალითად ერთხელ ესე ალკოჰოლის ზედმეტად არაზომიერი მოხმარების მერე ბელარუსის მინსკის გუნდის კაპიტანი იყო ალეს მუხინი რომელიც ახლა თამაშობს რუსულ რასადროდისში მათ შორის შეგვიჩნდა გინდა თუ არა თქვენო ქართველები ხართო ყველა ქართველმა სიმღერა იცითო და რამე უნდა გვიმღეროთო და ისე არ გაგიშვებთ თუ რამე არ გვიმღეროთო და ვართ სამნი მე ლაშა და გიორგი ლაშხი და ერთი 7-8 სული ბელარუსი რუსი უკრაინელი ვიღაცა რომლებიც აი თვალცრებლად მიგვიყურებდა და გველოდებიან როდის ვუმღერებთ რამეს და ნუ მოიტანეს საერთოდ გიტარა
გიტარაზე უკრავდა ლაშხი და ჩვენ ჯერ ვუმღერეთ მახნატი შმელი. რადგან გითხეს რომ კი გადასერევად ღერი ხარ თუ, მაგრამ ეს არაა ის რაც ჩვენ გვინდოდაო, მაინც რაღაც ქართული გვინდოდაო და ნუ მე ვუმღერეთ რაღაც სამი დალია შეგიძლია. სამი დალია შეგიძლია. ხო რაღაც სხვა იყო, ხო. მოდი პირამდე ავახსოვთ თან. რაღაც ეგეთი და ნუ მეგეც არ მოეწონათ მოკლედ და არა ჩვენო გვინდაო ხალხური სიმღერა იმღეროთო და ნუ იმდენი ქონდა ეს ალკოჰოლი მოხმარებული რომ ჩვენს სრულსრულად ურცხვად გადაწყვეტთ რომ გვევღერეთ ხალხური სიმღერა და ესე იგი ძალიან დიდი ბოდიში ერქომაიშვილების მთელ საგვარეულოსთან ჩვენ ეს ვიმღერეთ რაღაც იმერული მხედრული და აი მე ყველაზე მარტივი როლი შევხვდა მე ვიყავი ბანი ხო რომელიც ისაც არ ისმის და ნუ ჩემთვის რაღაცას ვუღუნებდი და ლაშა იყო მეორე ხმა და ლაშხი იყო გიორგი პირველი ხმა და ნუ ვიმღერეთ და აი თან გძნობ რომ ეხა გვცემენ აი არ მინდა სიმღერის დამთავრება რაღაცას გვიზავენ და ნუ მოვჩით ამ სიმღერას და შეშინებული ვუყურებ და ეს მუხენი თვალცრემლიანი გვიყურებს იაგარ знал что все грузины умеют так петь но чтобы так მაგრამ ესე ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ალკოჰოლის მოხმარების შემცირებისა. ჩვენ ისე ვღეროდით ხოლმე კავენებზე დავდიოდით, მაგრამ მაინც არაფერი ეს კავენი მაინც იყავ. ხო და ჩვენ არ გქონდა სმენა, მაგრამ პირს რო აღებ ვითომ ქართულ სიტყვებს რო იგებენ, გონიათ რომ კარგად ღერი. და იქ ჩაულებრივია. ეს ცოტა უცნაური შეკითხვა მინდა დაგისვა გიორგი, პოლიტიკაში წასვლა სხვა რა პირა. არა. იმიტომ ზედათ ეხლა ზოგადად ვისაც ესეთი ტვინი აქვს, ესეთი ნიჭიერია რაღაცა, ყველას აქვს ხოლმე, აი მაგალითად არიან თქვენ გუნდში ესეთი ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან. მაგრამ ნუ პოლიტიკასაც თავისი ნიჭი უნდა, რომელიც მე არ მაქვს, რომ სრულიად უნიჭო და არა ეს ჩემი საქმე, ამიტომ არა, რატო გეუბნები, ისი კარგი იქნებოდა შენც ახლა მაგალითად გედევან ფოფხაძის ქართულ ოცნებაში რო წასულიყავი. იმიტომ რომ ერთი ინტელექტუალი ცოტა მაგ პარტიისთვის. ო მე არ ამგონია მე რამე შევცვლიდი და ამიტომ არა ესე. აი ინტელექტუალში თამაშის დროს ტრამები თუ ემართებათ მოთამაშეებს. კი, ბევრს ვფიქრობ ტვინს იღრძობ ხოლმე. არის ხო ეგ შემთხვევით ტვინი იღრძე და ესე ითვლება ხო თქვენ ტრამები. თავარია ეს მორჩენადი იყოს, როცა არის ქრონიკული ტრავმები და მე ტოვებ სპორტს და მე ერთი რაღაც მინდა გითხრა გიორგი, მე ერთი რაღაც აღმოვაჩინე რომ აი ბევრ სხვა ღირსებასთან ერთად ეს საკმაოდ ძალიან ორიგინალური ადამიანი ხარ შენ. რატო იცი? არ ვიცი. არ გაინტერესებს რატო? იმიტომ ერთადერთი ქართველი ხარ. რომელიც ამერიკიდან კითხვებს აგზავნიდა და არა ფულს. არა. რა ფულის გამოგზავნა გამოდიოდა მაინც. მე ვაგზავნიდი კითხვებს ვერ პასუხობდნენ, ვიგებდი ფულს და იმ ფულს აძლევდნენ მე ჩემ ოჯახს. ანუ მაინც ესეთი რაღაცა ქონდა, ძელი კრებული ბიზნესი. გასაგებია. ესეთი ეროვნულ ბანკთან ერთად შენ ლექციებსაც კითხულ ჯიპაში. მე ვკითხულობ ლექციებს ჯიპაში და მე ვარ აისეთი რო არის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, იქ ვარ უფროსი მკვლევარი მაკროეკონომიკაში. რამდენი წლის ახლა თორსაიდო 39-ის გავხდები იმედია. აი რა გინდა. ხო, ნუ ეხლა არ მინდა ისე წახვიდე ჩემი გადაცემიდან რომ ერთი რამდენიმე შეკითხვას არ გასცე პასუხი, იმიტომ შენ კი გასაგებია რომ ყველა შეკითხვას იცნობ. მაგრამ აქ ჩემთან იცნობიან ისინი შეკითხვებს ვერ პასუხობენ ახლა. ხო და მე მაქვს ისეთი, ოღონდ ისეთი რა, როგორც ფორმა როგორიც აქვს თქვენს გადაცემას, კლასიკური ფორმა შეკითხვის, ისე დაგისვამ. თუ შეიძლება თუ იქნები. კი, რა თქმა უნდა. ოღონდ და ერთხელ გავახსენებ, მე პენსია შვებულებაში ვარ და ხო თავი ვიზღვევთ გენაცვალე ახლა ისე. როგორ დავიზღვევ წინასწარ ახლა. კარგით. შუა საუკუნეებში მოღვაწე უცნობი ფრანგი მხატვარი დაუკვირდი რა სერიოზულად კი უცნობი. უცნობი ფრანგი მხატვარი რომელიც ხელმომჭირედ ცხოვრობდა ერთხელაც სახლში მივიდა და ერთი ცალი კარტოფილის და კარაქის პატარა ნაჭერის გარდა ვერაფერი იპოვა. ღარიბმა მხატვარმა მოხარშა ეს კარტოფილი და ამ კარაქთან ერთად გააკეთა რაღაც კერძი. ყურადღება კი შეკითხვა. თქვენო დამისახელოთ ამ მხატვრის სახელი და გვარი, რომლის გვარიც შემდგომში ამ კერძს ეწოდა. მხატვარი გვარად ფიურე. გავიდა დრო. სწორი ვერსია ჩვენთანაც არ გადისკაც.
სწორი ვერსია მაშინ იყო. პიურე იქნებოდა ხოლმე. ეს გახდათ მიშელ პიურე. მიშელ პიურე, ოღონდ პიურე ესე არ ვთქვა, პიურე ეს. ხო. ფრანგული არ მახსოვს. კარგი, შემდეგი შეკითხვა. დაუწრება გამოიწვია. ყურადღება. გამოიწვია, მაინც ფორმაში ხარ რა. ერთ ჩვენიერ დღეს ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ლუდხანაში შევიდა. როდესაც ის მაგიდას მიუჯდა, უბიდან ნოტების დასტა ამოიღო და მაგიდაზე დადო. ამის დანახვაზე მისმა ერთ-ერთმა შეზარხუშებულმა თაყვანისმცემელმა მიაძახა. დიდო მაესტრო, ახალი კომპოზიცია ხარ დაგიწერიათო. ანუ მიუთითა ამ ნოტების ფურცელს. ყურადღება კითხვა, რა უპასუხა ენამოსწრებულმა მოცარტმა? აქვე გეტყვით, რომ ეს ფრაზა შემდგომში ყველამ აიტაცა. რა უპასუხა ენამოსწრებულმა მოცარტმა? ჯერ სათხართ? ნუ ყველამ აიტაცა. პასუხი ხო, ეგ არ უპასუხა. სწორი ვერსია არ იყო, დარბაზის დახმარება. აბა, შემოძახეთ. რას უპასუხებდა? არ იცი. დარბაზმაც არ იცი. ყურადღება სწორი პასუხი. ნუ 1-0-ია მოაზროვნების სასარგებლოდ. ყურადღება სწორი პასუხი. რა უპასუხა ენამოსწრებულმა მოცარტმა? აბა ბიჭო, მოსკოვს დავეკითხებოდი ახლა. ესეთი. შემდეგი შეკითხვა. ეს ნივთი 3-ჯერ აღემატება აფრიკულ სპილოს, ხოლო 10-ჯერ მეც იწონის ვიდრე ბეჰემოტი. ყურადღება კითხვა, რა ვერ ჩაეტია შავ ყუთში? რა არის პასუხი? არ ვიცი. ნებისმიერი რაღაც გემი იყოს, არ არის პრობლემა, რაღაცა. პატარა გემია, 3-ჯერ აღემატება. კი, ყველაფერი შეიძლება მის პასუხი იყოს, არ არის პრობლემა. და ბოლო შეკითხვა. მოდით გავათამაშოთ სექტორი შავი ყუთი. შავი ყუთი სტუდიაში. ჩვენ სულ ეს კაცი ყავს, შავი ყუთი. მადლობთ. ყურადღება შეკითხვა. ის თან არსებობს, თან არ არსებობს. ის გვხდება ყველგან, ან არსად. ის აქვს ყველას, ან არავის. მას ხშირად ვახსენებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. რა დევს შავ ყუთში? ის ყველას არის და თან არავის. გაგიმეოროთ შეკითხვა? გავიდეთ რომ. თუ შეიძლება. ის თან არსებობს, თან არ არსებობს. ის გვხდება ყველგან, ან არსად. ის აქვს ყველას, ან არავის. მას ხშირად ვახსენებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. რა დევს შავ ყუთში? სინდისი? სინდისიდან ერთ. არ ვიცი. თან არსებობს, თან არ არსებობს. ყველას აქვს და თან არავის არა. გაინტერესებს? კი. ანუ გამარჯობა უკვე ვინ ხარ? ჩვენი რა თქმა უნდა. შავ ყუთში დევს არაფერი. მე პრინციპში მართალი ვიყავ. მე აღარა მაქვს საშუალება რომ ჩავდე რაღაცას ვიდეო არ არის დრო პერა გიორგი. წავიდა ის დრო? წავიდა ის დრო რომ ყუთში რაღაცა ყიდულობდი და ვდებდი ხოლმე და ეგეთ დრო აღარ არის. ამიტომ დავსვი ესეთ შეკითხვა რა. თქვენ დამარცხდით, მაგრამ ის მაგისტრის წოდება მაინც აქვს. სვაროვსკია თუ არ ვწდები, ხო? კი. ხლებით მოწყობილი. კი, ძალიან ლამაზია ნამდვილად. ძალიან ლამაზია, მინდოდა რომ წამოგიღოთ, მაგრამ მაინც ეთყობა შეგეში და ქუჩაში ეს ამით სიარული ცოტა ძნელია ამ ხელა თვლებით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ რომ მობრძანდით ჩემს გადაცემაში. მინდა წარმატებები გისურვოთ, მრავალი ესეთი ტიტული მიგეღოთ ცხოვრებაში და დაგვიბრუნდით ეკრანზე, იმიტომ რომ უთქვენოთ რაღაცა ცოტა ფხა ეკარგება ხოლმე იქ მაინც იდექით იქით უკან. იქ ვიდგები, ხო. კარგი, გონგთან სადმე. იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა.